ამ ბოლო დროს შეერთებულ შტატებში სოციოლოგიური კვლევები მომრავლდა. განსაკუთრებით LGBT სტანდარტებთან და გენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით იკვლევენ ყველაფერს. Ყველა საინტერესებს რა ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებაში ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკამ. შეიცვალა თუ არა რამე 10 წლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ფსევდო-ლიბერალურ მსოფლმხედველობაში. მოკლედ, ვისაც არეზარება და ტექნიკური ბაზაც აქვს, ატარებს გამოკითხვებს ყველა იმ სიახლეზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გენდერული პოლიტიკის მიმართ ხორციელდება. სოციოლოგია ყოველთვის საინტერესოა მით უმეტეს ასეთ ჭრელაჭრულა საკითხებზე. ამიტომ დღეს ყველასთვის კარგად ცნობილი საინფორმაციო გიგანტის Associated Press-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს გაგაცნობთ, რომლითაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების დამოკიდებულებას იკვლევდნენ ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების მიმართ. უნდა იმსახურონ თუ არა ჯარში ტრანსებმა. უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფო მათი მკურნალობა. უნდა ჩაუტარდეთ თუ არა ეგრეთ წოდებული სქესის გადაკეთების, სინამდვილეში კი სხეულის დასახიჩრების ოპერაციები, ამერიკელი გადამხდელების ფულით და ასე შემდეგ. პირველი და უმთავრესი რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ტრანსგენდერებთან დაკავშირებული საკითხები, ანუ ანტი-LGBT პოლიტიკა, ტრამპის ყველაზე ძლიერი მხარე ყოფილა. კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ამერიკელების ნახევარი პრეზიდენტის მიდგომას ტრანსგენდერებთან მიმართებაში მხარს უჭერს და თვლის, რომ ახალი ადმინისტრაცია ამ გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლას შესანიშნავად უმკლავდება. ეს მაჩვენებელი საკმაოდ კარგ შედეგად ითვლება, რადგან ზოგადად ტრამპის რეიტინგი დღეს ხას უსვამ Associated Press-ის კვლევის მიხედვით მხოლოდ 40%-ია. ანუ 10 ამერიკელიდან მხოლოდ 4-ია ტრამპით კმაყოფილი. სწორედ ამიტომ სოციოლოგები თანხმდებიან, რომ LGBT გარყვნილებასთან ბრძოლა, სადაც ტრამპს დაახლოებით 50% უჭერს მხარს, მისი პოლიტიკის ყველაზე ძლიერი მხარეა. თუმცა ისიც ფაქტია და კვლევა ამასაც აჩვენებს, რომ ტრანსგენდერების მიმართ ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერა ერთგვაროვანი არ არის. LGBT ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლას ახალგაზრდების უმეტესობა ჯერ კიდევ მხარს არ უჭერს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეგრეთ წოდებული ჯენზი თაობის დიდი ნაწილი დაიბადა და გაიზარდა ობამას და ბაიდენის გარყვნილების პროპაგანდის პირობებში. მათ დაბადებიდან მხოლოდ სქესთა მრავალფეროვნება და გენდერული თანასწორობა ესმოდათ. შესაბამისად, 4 თვეში უარის თქმა ყველაფერ იმაზე, რაზეც გაიზარდე, ძალიან რთულია. ბევრი უკვე ხვდება, რომ სრულ შიზოფრენიაში აცხოვრეს ამ LGBT ორგანიზაციებმა და ტრანსგენდერულმა ფონდებმა. ბევრმა ისიც დაინახა, რა საშინელებებს და სიგიჟეებს ახვევდნენ თავს ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები და მათზე დამოკიდებული საქვეყნო ცნობილი ბრენდები. მაგრამ ჩვევა რომ რჯულზე უმტკიცესია ხომ იცით? ხო და ამ დამღუპველი ჩვევისაგან და გონებაში გამჯდარი LGBT ცნობიერებისგან გათავისუფლება გაცილებით მეტ დროს საჭიროებს. სამაგეროდ ზრდასრული ამერიკელების დიდი უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკის მომხრეა. კვლევამ, რომელშიც 1200 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა, ბევრი საინტერესო და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებიც დაფიქსირდა. მაგალითად, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერის სამხედროების ჯარში მსახურის მხარდამჭერები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მოწინააღმდეგენი. მაგრამ როცა საუბარია იმაზე, უნდა ისარგებლონ თუ არა ტრანსგენდერმა მოსწავლეებმა სკოლების იმ ტუალეტებით, რომლებიც მათ გენდერულ იდენტობას შეესაბამება, გამოკითხულთა უმრავლესობა კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა. ასევე ეწინააღმდეგებიან ამერიკელების სამთავრობო პროგრამების გამოყენებით ტრანსგენდერი ახალგაზრდებისათვის ტრანს ოპერაციების დაფინანსებას. ესე იგი, ჯარში ტრანსების ყოფნა მისაღებია მათთვის, ვისთვისაც მიუღებელია კაბიანი კაცები ქალების ტუალეტში. ანუ გამოდის, რომ თუ უშუალოდ მათ არ ეხებათ, მაგალითად ტრანსები ჯარში, მაშინ იყვნენ, რა პრობლემაა, მაგრამ თუ მათთან ტუალეტების გაყოფა უწევთ, მაშინ აღარ უნდათ. დათუმთლად ფული უნდა იხადონ ტრანსების ოპერაციებისათვის, მაშინ საერთოდ მათი არსებობაც კი კატეგორიულად მიუღებელია. მოკლედ ამერიკული სტანდარტი ასეთია. თავარია მე არ შემეხოს და თავში ქვაუხლიათ. ამერიკის ზრდასრული მოქალაქეების ნახევარს მოსწონს და დადებითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას ტრანსგენდერთა საკითხების მიმართ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ LGBT იდეოლოგიისა და ეგრეთ წოდებული ვოუკიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდებოდა, რამაც არჩევნების ბედი დიდწილად განსაზღვრა კიდეც და LGBT დღის წესრიგით დაღლილმა ამერიკელებმა გაჯანსაღება და ტრადიციული ფასეულობებისკენ დაბრუნება აირჩიეს.
The Associated Press-ის საზოგადოებრივ საკითხთა კვლევითმა ცენტრმა მაისის თვეში ამერიკაში გამოკითხვა ჩაატარა და ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკის შესახებ მოსახლეობის შეხედულებები გამოკვეთა. მაგალითად, გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ ტრანსგენდერი სამხედროების ჯარში სამსახურს რესპონდენტთა უფრო დიდი ნაწილი ემხრობა, ვიდრე ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, ტრამპი და მისი გუნდი ცდილობს დაასრულოს ყველანაირი LGBT მავნებლობა, განსაკუთრებით კი ისეთ სტრატეგიულ ორგანოში, როგორიც ჯარია. მიმდინარე თვეში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსი სამხედროების მხრიდან ჩივილის და მიმდინარე სასამართლო დავების მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუძლია არმიაში ტრანსგენდერი ადამიანების სამსახურზე აკრძალვა დააწესოს. შედეგად პენტაგონმა სულ ცოტა ხნის წინ იმ სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან გაწვევის პროცესი დაიწყო, რომლებიც ღიად ადასტურებდნენ თავიანთ ტრანსგენდერულ იდენტობას. დანარჩენებს კი თვით იდენტიფიკაციისთვის 30 დღე მისცეს. დაიწყო სამედიცინო ჩანაწერების გადახედვაც, რათა გამოავლინონ ის სამხედრო მოსამსახურეები, ვისაც გენდერული დისფორია დაუდგინდა, აქვს სიმპტომები ან გადის მკურნალობას. თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეთმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაწერა: თავდაცვის სამინისტროში ტრანსგენდერებს ადგილი აღარ ექნებათ. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით გენდერული დისფორიის დიაგნოზი 4240 სამხედროს ჰქონდა, რომლებიც მსახურობდნენ აქტიურ ჯარში, ეროვნულ გვარდიასა და რეზერვში, თუმცა რეალურად ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, რადგან ბევრი სამხედრო მალავს თავის მიდრეკილებებს. ამ ეტაპზე 1000-მდე ტრანსმა სამხედრომ ჯარი უკვე დატოვა. ცოტა ხანში კი დანარჩენი ტრანსგენდერებისთვისაც ყაზარმის კარი ჩაირაზება. Associated Press-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ტრანსგენდერი სამხედროების ჯარში ყოფნისგან განსხვავებით უარყოფითად არის განწყობილი, რომ ტრანს მოსწავლეებს სახელმწიფო სკოლებში საწინააღმდეგო სქესის საპირფარეშოების გამოყენების ნება ჰქონდეთ. ასევე არ უჭერენ მხარს იმას, რომ სახელმწიფო პროგრამებით დააფინანსონ ახალგაზრდებისთვის სქესის შეცვლისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება. ზრდასრული ამერიკელების დაახლოებით 2/3 მიიჩნევს, რომ ადამიანის სქესი ქალი იქნება თუ კაცი, დაბადებისას არსებული ბიოლოგიური მახასიათებლებით განისაზღვრება და არა შემდეგ გამოგონილი ათასობით გენდერის არჩევით. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა გენდერულ იდენტობას დაბადებისას განსაზღვრულ სქესს უკავშირებს, ხოლო დემოკრატებში აზრი გაყოფილია. დაახლოებით ნახევარი ფიქრობს, რომ გენდერული იდენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს დაბადებისას ბიოლოგიურად განსაზღვრული სქესისგან. ტრამპმა ტყუილად არ გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობა ცნობს მხოლოდ ორ სქესს, მამაკაცსა და ქალს. აშშ-ის პრეზიდენტმა ტრანსგენდერი გოგონების ქალთა სპორტიდან ჩამოშორების შესახებაც გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება. 2022 წელი ტრანსგენდერმა მოცურავე ქალმა ლია თომასმა ნამდვილი ქალები დაჯაბნა და ამერიკაში სპორტსმენთა ეროვნული სტუდენტური ასოციაციის რამდენიმე ტიტული მოიგო, რა თქმა უნდა ქალთა შორის. რამდენიმე წლის წინ ფრენბურთელი ქალი, 17 წლის პეიტონ მაკნაბი სერიოზული ჯანმრთელობის დაზიანებით კლინიკაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ტრანსგენდერი მეტოქის ბლერ ფლემინგის მიერ მთელი ძალით მოგერიებული ბურთი მას პირდაპირ სახეში მოხვდა და მიწაზე უგონოდ დაეცა. შემთხვევა მის სპორტულ კარიერას ბოლო მოუღო. სელინა სოული კონექტიკუტის საშუალო სკოლაში მძლეოსნობით იყო დაკავებული და სპორტულ კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ რეგიონალურ შეჯიბრებებზე მოსახვედრად ვერ მოახერხა კვალიფიკაციის გავლა. მისი ადგილი დაიკავეს ბიოლოგიურმა ბიჭებმა, რომლებიც თავს გოგონებად მიიჩნევდნენ და შესაბამისად ქალთა კატეგორიაში ასპარეზობის უფლებაც მისცეს. და ასეთი ფაქტები ქალთა სპორტში წინა ადმინისტრაციის დროს მრავლად იყო. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოების ნაწილი მხარს უჭერს ტრანსების ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვას. მიუხედავად ტრამპის მცდელობებისა და საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერისა, სხვადასხვა აკრძალვებს LGBT თემის წარმომადგენლები სასამართლოში ასაჩივრებენ. ხშირ შემთხვევაში კანონის აღსრულებას წინა ადმინისტრაციის დროს გამწესებული LGBT ლობის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამართლეები დროებით აჩერებენ. ისინი ცდილობენ ასე მაინც შეუქმნან ბარიერი ტრამპის ანტი-LGBT პოლიტიკას. კვლევის მიხედვით დაახლოებით ნახევარი მხარს უჭერს მოთხოვნას, რომ სკოლის მასწავლებლებმა მშობლებს აცნობონ, თუ მათი შვილები საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრანსგენდერებად ან არაბინარულად იდენტიფიცირდებიან. ამერიკაში მშობლების ინფორმირების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის გადაწყვეტილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში მშობლების ინფორმირების პოლიტიკა აიკრძალა.
მასწავლებლები აღარ იყვნენ ვალდებული მშობლებისთვის მათი შვილების სექსუალური იდენტობის შესახებ ეთქვათ. ანუ პედაგოგი თუ გაიგებდა, რომ მის არასრულწლოვან მოსწავლეს სქესის შეცვლა სურდა, მშობლისთვის ეს არ უნდა ეთქვა. ტრამპმა ეს მიდგომებიც ბაბუჯოსთან ერთად წარსულში დატოვა. გამოკითხულთა ნახევარი წინააღმდეგია, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებით დაფარონ სქესის შეცვლისთვის საჭირო მკურნალობა, მათ შორის ჰორმონოთერაპია და ქირურგიული ჩარევები 19 წლის ან უფროსი ტრანსგენდერი პირებისთვის. 19 წლამდე მოზარდებისთვის სამედიცინო ჩარევაზე კი წინააღმდეგობა 50%-ზე მეტმა დააფიქსირა. ტრამპის ერთ-ერთი ბრძანება ზუსტადაც რომ კრძალავს ფედერალური დაზღვევით 19 წლამდე ტრანსგენდერი პირებისთვის გენდერული მომსახურების დაფინანსებას, მაგრამ აქაც პრო-ლგბტ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ დროებით მსგავსი დაფინანსების შეწყვეტა არ შეიძლება. ამჟამად ტრანსგენდერი არასრულწლოვნებისთვის მსგავსი მკურნალობა მხოლოდ 27 შტატშია აკრძალული. გამოკითხვა აჩვენებს, რომ თითქოს ამერიკულმა საზოგადოებამ გაჯანსაღება სწრაფი ტემპით დაიწყო, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მეტად რთულადაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ამერიკელ ახალგაზრდებს ეხება. დიდი ხანია, რაც ლგბტ ლობი მოზრდილ თაობაზე ფაქტობრივად აღარ მუშაობს და მათი მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან. მიზეზი ძალიან მარტივია. წლების დაკვირვების შემდეგ ლგბტ ლობისტები მიხვდნენ, რომ ჩამოყალიბებული ადამიანის აზროვნების ცვლილება და ტრადიციული ღირებულებებიდან ლგბტ მყარებლად გადაკეთება გაცილებით რთული და ძვირია, ვიდრე ბავშვობიდანვე ლგბტ იდეოლოგიით აღაზრდა. ბაღებში, სკოლებში, სპორტულ წრეებში, უნივერსიტეტებში ლგბტ დღისწესრიგის დანერგვის შედეგად ახალგაზრდებს დააჯერეს, რომ იყო ლგბტ პირი ნორმაა. უფრო მეტიც, ლობისტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ლგბტ პირები თითქოს უფრო ნიჭიერები არიან, ვიდრე ჰეტეროსექსუალები. ლგბტ ლობისტებმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანონ და გაფიქრებინონ, რომ ეს პრობლემა არ არის. არა უშავს თუ ახალგაზრდები ლგბტ პირებს აღიქვავენ ისე როგორც ნორმას. სინამდვილეში ეს კიდევ ერთი მათი ხრიკია. ამას კი ყველაზე ზუსტად ასახავს სტატისტიკა. გამალებული ლგბტ პროპაგანდის ტვინის გამორიცხვის ეგრეთ წოდებული ვოუკ იდეოლოგიის დანერგვის შედეგი ამერიკელ ახალგაზრდებზე პირდაპირ აისახა. 2025 წლის თებერვლის გამოკითხვის მონაცემები ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტ თემის წევრებად აიდენტიფიცირებენ. გამოქვეყნებული მასშტაბური ანალიზის მიხედვით აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 10% საკუთარ თავს ლგბტ პირად მიიჩნევს, რაც მაგალითად 2012 წელთან შედარებით 3-ჯერ მეტია. ჯენზის თითქმის მეოთხედი საკუთარ თავს ლგბტ პირად მიიჩნევს. გამოკითხულთა 1,3% თავი ტრანსგენდერად მოიხსენია, როდესაც მაგალითად ჯერ კიდევ 2020 წელს მაჩვენებელი 0,6% იყო. გამოკითხვის მიხედვით ყველაზე მეტი ტრანსგენდერი ჯენზიშია 4,1%. შედარებისთვის მილენიალებში 1,7%, ხოლო უფრო ხანდაზმულ თაობებში 1%-ზე ნაკლები. ესეც შედეგი 10 წლეულების განმავლობაში ლგბტ პროპაგანდისტების მუშაობისა. Associated Press-ის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჯანსაღი საზოგადოება მეტია. არჩევნებშიც ის ძალა იმარჯვებს, რომელიც ლგბტ ლობის ებრძვის, მაგრამ არჩევნებში ძირითადად ასაკოვანი ადამიანები მონაწილეობენ. გამოკითხვების მიხედვითაც ანტი-ლგბტ პოლიტიკას ზრდასრულები უჭერენ მხარს. ახალგაზრდები კი პირიქით. ლგბტ ლობის საბოლოოდ დასამარცხებლად სწორედ ახალგაზრდების დახსნაა საჭირო ვოუკ იდეოლოგიისგან. მანამ სანამ ეს კიდევ შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპის ანტი-ლგბტ პოლიტიკას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ექნება. რაც მთავარია, Associated Press-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ზრდასრულ ამერიკელთა უმრავლესობა ეთანხმება იმ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანის სქესი მისი დაბადებისას განისაზღვრება და რომ დაბადებიდან განსაზღვრული სქესი მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ქალი და მამაკაცი. ყველაფერი დანარჩენი კი არის გამოგონილი და ბუნებაში არ არსებული. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ როგორ ღრმადაა შეჭრილი ფსევდოლიბერალური ღირებულებები პოლიტიკაში და პოლიტიკურ შეხედულებებში. გამოკითხული დემოკრატების უმრავლესობა დღემდე დაჟინებით ირწმუნება, რომ სქესი ადამიანს დაბადებიდანვე კი არ ენიჭება, არამედ მოგვიანებით მისი სურვილისამებრ ირჩევა. ესეც ჩვევის საკითხია. თუმცა ასეთი სიგიჟის მტკიცებას მხოლოდ დემოკრატობა არ ეყოფა. ამისთვის ერთდროულად უნდა ეწინააღმდეგებოდე ფიზიკასაც, ბიოლოგიასაც, რელიგიასაც, ზნეობასაც და ბოლოს და ბოლოს ელემენტარულ საღ აზრსაც კი. დროებით.